თბილისობა 2013 გრძელდება კონცერტები, მუსიკალური წარმოდგენები, გამოფენები, ავტოშოუ, სეირნობა, ტივით, ჩაის, ღვინის და ლუდის ფესტივალი. ძირითადი ღონისძიებებია აბანოთუბანში და მეიდანზე. დღის ბოლოს დააჯილდოებენ საპატიო თბილისელებს. სალომე ქოქიაშვილი აშუქებს კულტურულ ღონისძიებებს, ის პირდაპირ ეთერში ჩაგორთება. სალომე, დეტალებს ველოდებით შენგან რა ხდება თბილისში. იმ ადგილასაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით სულ რამდენიმე წუთში სცენაზე გამოვლენ შავფაროსნები, რომლებიც აქ შეკრებილ საზოგადოებას ტრადიციულ ქართულ საბრძოლო ხელოვნებას წარმოუდგენენ. ასევე თბილისობის ფარგლებში, როგორც უკვე თქვით, დღეს უნდა დაჯილდოვდნენ საპატიო თბილისელები. ქარვასლაში დაჯილდოების ცერემონიალამდე რჩება სულ რაღაც 2 საათი და სწორედ ამ ცერემონიალის შემდეგ შევიტყოთ კიდევ რამდენი საპატიო მოქალაქე ეყოლება თბილისს. რის შემდეგაც უკვე იმ სცენაზე, რომელიც ჩვენს უკან ჩანს, დაიწყება მიუზიკლი ვერისუბნის მელოდიები, რომლის რეპეტიციაც ამ წუთებში მიმდინარეობს. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, დილიდან მიმდინარეობს ძველ თბილისში დასართობი ღონისძიებები, სიონის სკვერში მიმდინარეობს ჩაის ფესტივალი, რომელზეც წარმოდგენილი არის როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებული ჩაი და იქ მისულ ადამიანებს შეუძლიათ ჩაის სხვადასხვა სახეობები დააგემოვნონ. უკვე გორგასლის მოედანზე კი საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვს ქართულ ღვინის მწარმოებლებს, სულ 20-მდე მწარმოებელი მონაწილეობს ღვინის ფესტივალში და როგორც თბილისელებს, ისე დედაქალაქის სტუმრებს აქვს საშუალება რომ დააჯეშნიკონ ქართული ტრადიციული ღვინო. ძალიან მიხარია. კიდევ ერთხელ მინდა რომ გამოვიდეთ. ყველა სულოცავ თბილისობას. უკვე რამდენიმე წელია თბილისობის დღესასწაულზე ტარდება ჩაის ფესტივალი, რაც ყველა მწარმოებელს, რომელიც საქართველოშია და მწარმოებლის გარდა ასევე მიმდინარე წელს სიახლეა რომ იმპორტიორებიც არიან წარმოდგენილი, ადვილ საშუალებას რომ წარმოადგინონ თავის პროდუქტი და გარკვეული თვალსაზრისით შეაჯამონ ის წელი, რომელიც წელიც მათთვის დასრულდება მიმდინარე წელს. ჩვენ ვართ მარტოული სათურსათო ქარხანა, გვაქვს როგორც დეგუსტაცია, ასევე ყიდვა-გაყიდვა პროდუქციის, საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს, მოწონთ ჩვენი პროდუქცია, ანუ აგემოვნებენ, შემდეგ ყიდულობენ და ძალიან კმაყოფილები ვართ, უკვე 2 დღეა ესე მიმდინარეობს ეს პროცესი. გვაქვს ჩვენ უიშვიათესი ღვინის პროდუქცია, ეს ერთ-ერთი არის ჩხავერი, ჩხაიძის ჩხავერი სახელით წოდებული და არის მეორე საფერავი, რომელმაც ექსპო ჯორჯიაზე აიღო ოქროს მედალი. ასევე გვაქვს შიშხუნა ღვინოები, ძალიან დიდი ასორტიმენტი გვაქვს, ვერგებით ყველა სეგმენტს და რაც თავარია ჩვენ მომხმარებელი არის ყოველთვის კმაყოფილი. დღევანდელი თბილისობის ფარგლებში ჩვენ გავხდით რამდენიმე ძალიან საინტერესო ღონისძიების მოწმენი, მათ შორის უნდა აღინიშნოს ბაზიერების შოუ, რომელიც რიყეზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღეს თბილისში სტუმრად არიან სამეგრელოდან ჩამოსული ბაზიერები, რომლებიც აქ შეკრებილ საზოგადოებას აცნობენ გარეული ფრინველების მოშინაურებისა და ტრადიციული ნადირობის წესებს. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი მაყურებელი დღეს ყავდა ჟურნალ ავტობიუჯის მიერ ორგანიზებულ ავტოშოუს, რომელზეც BMW კლუბის წევრები გამოდიოდნენ, საკმაოდ ხანგრძლივი დრიფტ შოუ, იყო ძალიან ბევრი ექსტრიმი და დაახლოებით 20-მდე მონაწილე ყავდა ამ შოუს. ამ ადგილზე განსხვავება შეუძლებელია, მაგრამ რაც შეუძლებელია ამ ადგილიდან გამომდინარე ალბათ ვაჩვენო. ყოველთვის საინტერესოა, ესე მოკლედ წესიანი ქალაქში ჩატარებული რბოლა. დღესაც ხედავთ რომ გალაზერი გულშემატკივარია და მე ვიცი რომ კიდე ტრადიცია აქვს. სახესაკარებს და მოკლედაც ისე აქ ველოდებით ჩვენ გულშემატკივარია. სამეგრელოდან ჩამოვიყვანეთ პროფესიონალ ბაზიერები. მაჩვენები იქნება ძირითადად ესე ხელზე მოსვლა მტაცებელი ტურნირების დაძაბულობაზე, რასაც ქვია საქნიერი და ბავლის გაგდება, მიტევება მსხვერპლზე. საზეიმო ღონისძიებები თბილისის ძველ უბნებში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 2 დღიანი ზეიმი კი დღეს დასრულდება 10-ის ნახევარზე. სწორედ ამ დროისთვის მშვიდობის ხიდზე გაიმართება მოძრაობის თეატრის საჰაერო შოუ, რომელიც სპეციალურად წლევანდელი თბილისობის დღესასწაულისთვის მომზადდა. მადლობა სალომე, ეს იყო სალომე ქოქიაშვილი, რომელიც პირდაპირ ეთერში საუბრობდა თბილისობის დღესასწაულზე.